გლობალური ბირჟები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონი და თეირანი ისტორიულ შეთანხმებასთან დაახლოვა, რათა შეამსუბუქოს კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, აღადგინოს უსაფრთხო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში და ირანისგან მიიღოს საჯარო უარი ბირთვული იარაღზე, ამ ორშაბათს 2026 წლის 25 მაისს ბაზარმა ისე რეაგირა, თითქოს რეალური გარდატეხა მოხდა. ინვესტორებმა აქციები იყიდეს, ფიუჩერსების კონტრაქტები გაიზარდა, ნავთობის ბარელმა ფასი დაკარგა და თეთრმა სახმა დაიწყო გაყიდვა, წინსვლა. ეს იყო პირდაპირი შედეგი დონალდ ტრამპის სტრატეგიისა, რომელმაც ირანის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერა, ყველაზე მებრძოლი მოკავშირეები შეაკავა და მკაფიოდ აჩვენა, რომ მხოლოდ ძლიერ შეთანხმებას დათანხმდებოდა. პოლიტიკური გავლენა მძიმეა, რადგან აქ მხოლოდ დიპლომატიაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია საფონდო ბირჟაზე და ამერიკის ძალაუფლებაზე, რომელიც გამოიყენება სტაბილურობის იძულებისთვის, ისე რომ შეერთებული შტატები უსასრულო ომში არ ჩაებას. რა მიიღო დონალდ ტრამპმა თეირანისგან? რატომ რეაგირეს ბირჟებმა ასე სწრაფად? როგორ შეიძლება ეს შეთანხმება გადაიქცეს ხალხის ჯიბისთვის და მსოფლიო ასპარეზზე სასტიკ გამარჯვებად? ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ტრამპი ცდილობს ირანთან შეთანხმების მიღწევას, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს. ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გახსნა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე კონტროლი და მოლაპარაკებების პერიოდი, რათა თეირანის უკან დახევა ოფიციალურ დოკუმენტად გადაიქცეს. როიტერის ინფორმაციით, ინდური აქციები ბოლო 2 კვირის უმაღლეს ნიშნულზე ავიდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა მოლაპარაკებებში პროგრესზე ისაუბრა. ამასობაში ბრენტის ნავთობის ფასი 0.5-ით დაეცა და ბარელზე $97.8 შეადგინა. ეს განცხადება დიდი მნიშვნელობით მიიღეს, რადგან ინდოეთი ძლიერ არის დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე და ნავთობის ფასის ნებისმიერი შემცირება პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ტრანსპორტზე, ინდუსტრიასა და ინვესტორთა ნდობაზე. შეერთებულ შტატებში რეაქციაც აშკარა იყო. Associated Press-მა დააფიქსირა გლობალურ ბირჟებზე ზრდა, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს. ამერიკული ნავთობის ფასი $4-ზე მეტით დაეცა და ბარელზე თითქმის 91.83 მიაღწია. ამავე დროს ბრენტის ნავთობის ფასი თითქმის $98.68 შეადგენდა. ეს აჩვენებს, რომ ბაზარი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს არ აქცევს ყურადღებას. დიდი ფული აკულდება გემებს, ნავთობს, სანქციებს, სამხედრო რისკს და რეალურ შესაძლებლო შედლობას შეთანხმებისა, რომელიც ენერგეტიკულ აჭრობას, პროგნოზირებადობას დაუბრუნებს. ყველაზე ძლიერი ჟესტი თეირანიდან მოვიდა. ირანის პრეზიდენტმა მასუდ პესაჩკინმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის დაარწმუნოს მსოფლიო, რომ არ ესწრაფვის ბირთვულ იარაღს და არც რეგიონულ არასტაბილურობას. ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეხმიანება ტრამპის მთავარ მოთხოვნას. ხელი შეუშალოს ირანის რეჟიმს, რომ ბირთვული პროგრამა იარაღად არ გადააქციოს. ანადოლუმ ეს განცხადება 24 მაისს დააფიქსირა და ამ სიტყვებმა თეთრ სახს საშუალება მისცა ეს პროგრესი წარედგინა როგორც ზეწოლის, სამხედრო ძალისა და მკაცრი მოლაპარაკების შედეგი და არა როგორც უსაფუძვლო დათმობა. მარკო რუბიომ ამ ხაზს ახალი დელიში გაუსვა, ხაზი, როდესაც თქვა, რომ შეერთებული შტატები ირანთან ძლიერ და ეფექტურ შეთანხმებას ისურვებდა, მაგრამ ვაშინგტონი სხვა გზას აირჩევს, თუ თეირანის სერიოზულ გადაწყვეტას არ დათანხმდება. ეს ფრაზა ამყარებს ტრამპის ნარატივს, რადგან აჩვენებს, რომ ორი ხელი ერთდროულად მუშაობს. ერთი ხელი დიპლომატიურ გამოსავალს თავაზობს, მეორე კი მუქ არას ტოვებს მაგიდაზე. თეთრი სახლისთვის შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, თუ ირანი გახსნის გზას, დათანხმდება ბირთვულ შეზღუდვებს და მიაწვდის გადამოწმებად გარანტიებს. ზეწოლა ასევე გაჩნდა თავად ამერიკელი კონსერვატორების ბანაკშიც. რესპუბლიკელების იმ ნაწილს, რომელიც უფრო ომის ხაზს უჭერს მხარს, სურდა ირანთან ესკალაციის შენარჩუნება, მაგრამ ტრამპის გარემოცვა მკაცრად იმოქმედა, რათა გაემახვილებინა ყურადღება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თეთრ სახლში მიიღება. პოლიტიკური გათვლა მარტივია. ტრამპს სურს ამ კრიზისიდან ისე გამოვიდეს, რომ თქვას, ირანის რეჟიმზე ზეწოლა მოახდინა, ნავთობის ფასი დააგდო, ბირთვული ვისკი შეაკავა და სახმელეთო შეჭრა აიცილა. მისი აუდიტორიისთვის ეს ძალით მიღწეული მშვიდობის იდეალური პაკეტია. მტკიცედ დარტყმა, მოლაპარაკება უპირატესობით და ამერიკელების სიცოცხლის გრძელ ომში ჩაბარების თავიდან აცილება. მაინც არსებობს დაბრკოლება გზაზე. The Guardian-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ განხილვადი შეთანხმება მოიცავს ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს. 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ რჩება სენსიტიური საკითხები, როგორიცაა გაკინული ნავთობის შემოსავლები და რეგიონული მოლაპარაკებების პუნქტები.
ეს ნიშნავს, რომ ტრამპი ძალიან ახლოსაა უზარმაზარ პოლიტიკურ გამარჯვებასთან, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება ბაზრის ოპტიმიზმის დოკუმენტად გადაქცევა, რეალური კონტროლი და თეირანის საჯარო ვალდებულება. ბაზარი ამ შესაძლებლობას გარდატეხად ავიკვამს, რადგან კონფლიქტი ენერგორესურსებზე, ვალუტებსა და აქციებზე ზეწოლას ახდენდა. ალ-ჯაზირამ დააფიქსირა ნავთობის ფასის ვარდნა შეთანხმების შესახებ არაერთგვაროვანი სიგნალების ფონზე და ასევე აღნიშნა ბაზრის მკვეთრი ზრდა. იაპონელი იმედოვნებს, რომ დასრულდება ომი, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები, ისრაელი და ირანი. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ტრამპის გამარჯვება ვაშინგტონში არ დარჩებოდა. ის მიაღწევდა აზიას, ევროპას, სატრანსპორტო კომპანიებს, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, მომხმარებლებს და მთავრობებს, რომლებიც დაძაბულობის ფასს იხდიდნენ. ტრამპი ცდილობს გააფართოვოს შეთანხმება ნავთობის ფარგლებს მიღმა. ალ-ჯაზირას პირდაპირ ეთერის მიხედვით, მან მოითხოვა, რომ კატარი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ეგვიპტე, იორდანია და თურქეთი შეუერთდნენ აბრაამის შეთანხმებებს, როგორც რეგიონული შეთანხმების ნაწილად, რომელიც ირანთან ურთიერთგაგებას უკავშირდება. ეს მანევრი გამოიყენება იმიტომ, რომ ბირთვული მოლაპარაკება უფრო ფართო სურათში ჩასვას, შეამციროს თეირანის მანევრის შესაძლებლობა, გააძლიეროს რეგიონული ალიანსები და მუსლიმური ქვეყნები ისრაელთან უფრო ფართო ნორმალიზაციისკენ უბიძგოს. ირანი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი შიდა იმიჯი, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი საკითხები და რომ იგი არ მიიღებს დამცირებას. დონალდ ტრამპი მეორე მხარეს საუბრობს როგორც მომლაპარაკებელი, რომელსაც არ ეჩქარება და არ სურს ცუდი შეთანხმება. ირან ინტერნეშნალმა დააფიქსირა, რომ მან განაცხადა, შეთანხმება ჯერ კიდევ სრულად არ იყო მოლაპარაკებული და გააკრიტიკა ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმება, თქვა, რომ მისი წინადადება საპირისპირო გზით წავიდოდა. ეს შედარება ძალიან აინტერესებს თეთრ სახლს, რადგან დონალდ ტრამპს სურს ახალი შეთანხმება გაყიდოს, როგორც ძველი სისუსტის გამოსწორება და არა როგორც იგივე შეთანხმების სხვა სახელით გამეორება. შემდეგი ეტაპი გადამწყვეტია. ვაშინგტონს სჭირდება მკაფიო ვალდებულების მიღება მაღალგამდიდრებულ ურანზე, განსაზღვროს როგორ მოხდება შემოწმება, უზრუნველყოს საზღვაო მიმოსვლა და არ მისცეს თეირანს მოლაპარაკებების გამოყენების საშუალება მხოლოდ დროის გასაჭიანურებლად. ნიუ-იორკ პოსტმა მოიყვანა ამერიკელი ოფიციალური პირების სიტყვები, რომ ირანის უმაღლესმა ლიდერმა პრინციპში დათანხმდა უარი თქვას ურანზე როგორც მშვიდობის გეგმის ნაწილზე, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა გარკვეული განმარტება. მასალა იქნება განადგურებული ან გატანილი. სწორედ აქ უნდა გადაიქცეს ტრამპის გამანადგურებელი გამარჯვება ხელმოწერილ გამარჯვებად. თეთრი სახლი ამ ეტაპზე მიდის უპირატესობით, რომელსაც ტრამპის ოპონენტები არ სურდათ ეღიარებინათ. ბაზარმა ხელმოწერამდე დაიწყო რეაგირება, რადგან სჯერა, რომ რაღაც დიდი ხდება. ნავთობის ფასის ვარდნა ეხმარება ბენზინის ფასის შემცირებაში, აუმჯობესებს ინფლაციის მოლოდინს, ამსუბუქებს კომპანიებს და აძლიერებს იმ პრეზიდენტის იმიჯს, რომელმაც ნავთობი სამხედრო ზეტოლასთან, ეკონომიკურ სანქციებთან და პირდაპირ მოლაპარაკებებთან ერთად ერთ სარბიელზე დააკენა. ეხლა დრო თეირანის წინააღმდეგ მუშაობს. თუ ირანი დაადასტურებს ბირთვულ უკან დახევას, გახსნის გზას და მიიღებს გადამოწმებად გარანტიებს, ტრამპს ხელში ექნება ისტორიული შეთანხმება, რომელსაც მხისიერი ეფექტი ექნება როგორც ჯიბეზე, ისე ბაზრებსა და ახლო აღმოსავლეთის ბალანსზე. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი. და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.